დღეს ყველამ ვიცით რატო ვართ აქ შეკრებილები, როგორც სასიხარულო საქმეზე ვართ შეკრებილები. Adlova მინდა თავიდანვე გადაუხადოთ ფონდ ქართულს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამის საშუალება მოგვეცა ჩვენს ბუნებას დაუბრუნოთ. კაკაბი და გნოლი ამ ტერიტორიებს ყოველთვის ყავდა, აგერ უფროსი ხალხი მიდიას გვერდში და დამეთანხმებია, რომ ამ ტერიტორიას ყოველთვის ყავდა კაკაბიც, გნოლიც და ხოხობიც და მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ აღვადგინოთ პოპულარიზაცია და ისევ ყავდეს ამ ბუნებას კაკაბი და გნოლი. Ყველა სასიხარულო დღეს ის არის, რომ ჩემს მარცხნივ, ჩემს მარჯვნივ დგას მომავალი თაობა და გვერდს მიმშვენებს უფროსი თაობა. ადამიანი, რომელიც მოესწრო აქ კაკაბს, გნოლს, ხოხობს და ადამიანები, რომლებიც მოესწრებიან ჩვენი დასახურებით, ფონდი ქართულს დასახურებით, ისევ აღდგენილი იქნება და ისევ იქნება ამ ტერიტორიაზე კაკაბიც, გნოლიც, კურდღელიც და ხოხობიც. ესაა მეტად სასიხარულო ამბავი, გაშვება ხდება თბილისის შემოგარენში, ზუსტ ლოკაციას არ დავასახელებ. თუმცა აქ თუ ვინმე მოხდება სანადიროდ, ნიშნები ყველაფერი იქნება დაფოტოშოპებულია ყველაფერი, გვიდგას ვიდეო კამერები, ფოტოხაფანგები, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკონტროლებთ. მთელ ტერიტორიას ჩემი თხოვნა იქნება, რომ თბილისის შემოგარენში ადგილობრივი კაკაბი, გნოლი და ხოხობი არც არაა დარჩენილი. თუ შეგხვდებათ, არავინ თოფი არ აწიოთ ამ ფრინველებზე რა. გაუფრთხილდეთ, მოუფრთხილდეთ და გვექნება საშუალება იმის, რომ ჩვენმა შვილიშვილებმა იამაყონ ჩვენი გაკეთებული საქმით. ეს იყო ჩემი სათქმელი. ბიჭებსაც თავის სათქმელი ექნებათ, თხოვთ რომ თქვათ. ერთმანეთის გვერდში დგომით, ეს ილამაზე შევინარჩუნოთ, ერთმანეთს პატივი უცეთ. და ისევ ჩვენ ვისიამოვნებთ მომავალში ამ ყველაფერთ, რომ გამოვალთ ჩვენ შვილებთან ერთად, შვილიშვილებთან ერთად და ამ სილამაზეს დავინახოთ ბუნებაში. საზაძიო, თქო გიხოთ ერთი ორი სიტყვა, როგორც ეს ყველაფერი სიყვარულით უნდა გავაკეთოთ ბიჭებო. თუ ერთმანეთის არ შევიყვარეთ და ბუნება არ შევიყვარეთ, არაფერი არ გამოგვივა. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ამ დიდი პატივისცემისათვის. გაიხარეთ. აბა ეხლა გავუშვებთ და იმედია რომ გამრავლდებიან და სუმატებაში იქნება. აბა გილოცავთ, აბა გამრავლება. დანავისა. აჰა. გადამაღებინეთ პეტი. ათი დადიკი ბავშვები მოგაკეთე, მოდი უკან დადი. აბა შეგენაცვალე, წავიდა. მოდი რომ ერთსა შენ გავუშვ. აი რა კარგად გაფრინდა. აი გაფრინდა. თელში მიეს. ავიდა 1000-ად. ავიდა. ეს დაიჭირე ვიდეოს. გაუშვი? დიდი. შეგენაცვალე. დიდი. აბა რა, გამრავლდი. კარგია. დაიცა მოგცეთ, ხო? რაც მინდა. აი რა ლამაზებია, მოვი. გნოლის გაშვება მოხდა, ეხა გადავიდეთ კაკაბზე, ბიჭები. აი კიდე ოქშენ გენაცვალე. წავიდა კაკაბიც წავიდა. ოპა, კაკაბი ვიდეო, კაკაბი გამაშენებული. აბა წავიდა. რა ლამაზია აპანა. შენ გენაცვალე. გავუშვით ფრინველი ბუნებაში, საკმაოდ სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ შეერწყა ბუნებას ეს ლამაზი ფრინველი რა. იმედი გვაქვს და დარწმუნებულებიც ვართ ამაში, რომ ამ ტერიტორიაზე გნოლიც და კაკაბიც გაიხარებს. თუ საშუალება მოგვეცემა აუცილებლად ხოხობსაც გავუშვებთ და სახოხბი ადგილებიც არის და ხოხობიც აუცილებლად გაიხარებს. ამას კიდე ეტაპობრივად ყოველთვის შემოგთავაზებთ და განახებთ შედეგს, როგორ გამრავლდა, როგორ იბარტყა და ასე შემდეგ. გავუშვით თუ არა ეგრევე აი აქეთ მხარეს უკვე აი ეხაც ისმის რა, უკვე დაიწყეს ერთმანეთზე გადაძახილი. დღეს საღამოს სავარაუდოდ შეიკრიბებიან, ერთ გუნდად ჩამოყალიბდებიან და გადანაწილდებიან რა. დანარჩენი მერე უკვე ყველაფერი ეტაპობრივად გამოჩნდება. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ გაუფრთხილდებით, მოუფრთხილდებით და არავის არ მისცემთ იმის საშუალებას რომ რაღაც ზიანი მიაყენოს. რაც შეეხება მტაცებელსაც მაქსიმალურად ვაწუხებთ, მაქსიმალურად ამოღებული გვაქვს და არც ის ფაქტორი არ გვაშინებს რა. იმედია რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთეული ადამიანების ინტერესი და ეს იქნება ყველას ინტერესი რომ საერთო საქმე გაკეთდეს, გამრავლდეს ბუნებაში. კაკაბიც, გნოლიც, ხოხობიც ის რაც ენდემური არის, რაც ჩვენთან არის და მოგვეცეს მე უკვე მომავალში იმის საშუალება რომ ჩვენც ვინადიროთ ჩვენ ბუნებაში ამ ლამაზ ფრინველებზე. რა გქონდეს საშუალება რომ იმის რაოდენობა გქონდეს, თავისუფლად გამოვიდეთ კანონიერად მოვიპოვოთ რა. წარმატებები ყველას.